მაღალმთიანი საქართველო ადგილი, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი იმდენად ლამაზია, რომ პრობლემებს ვეღარც ხედავ. Თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა მთაში ძალიან ბევრია და ამის გამო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. შატილში უკვე რამდენიმე წელია ოჯახი აღარ შექმნილა და 7 წელია ბავშვი არ დაბადებულა. ახლა შატილში დარჩენილები ზამთრისთვის საკვებს იმარაგებენ, რადგან ოქტომბრის ბოლოს ისინი 7 თვით გარე სამყაროს მოწყდებიან. ადგილობრივები 2016 წლის იანვარს ელოდებიან, როდესაც მაღალმთიანი რეგიონები განვითარების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში შევა. ნახეთ ნათია თოიძის, სურა პატარიძის და გიორგი წურწომიას საავტორო რეპორტაჟი შატილი და შატილიონები. თბილისიდან პირიქით ახევსურეთამდე დაახლოებით 150 კილომეტრია. ჯერ არაგვის ხეობას უნდა გაუყვეთ, შემდეგ დათვისჯვრის უღელტეხილი გადაიაროთ. ზღვის დონიდან 2677 მეტრის სიმაღლის უღელტეხილიდან გზა შატილისკენ ეშვება. არღუნის ხეობას დაღმა მეუყვები და ხვდები, რომ აქ სულ სხვა საქართველო გელოდება. მწვანე და ოქროსფერი მთებით, ლურჯი ცით, ხევსურული კოშკებით და ნასოფლარებით. შატილი დათვისჯვრის უღელტეხილიდან დაახლოებით 1 საათშია. გზაზე მიდიხარ და მოულოდნელად მთებში შემალული ციხე ქალაქი წამოიმართება. გადმოცემის თანახმად შატილის ციხე-ქალაქის მშენებლობა მე-11 საუკუნეებში დაწყებულა და შუა საუკუნეებიდან უკვე ის სახე ჰქონდა, რომლითაც დღემდე შემორჩენილა. შატილი სტრატეგიულ ადგილზეა დაფუძნებული. ის არღუნის ვიწრო ხეობას კეტავს. აკონტროლებს ჩეჩნეთ ინგუშეთიდან, თუშეთიდან და ნაწილობრივ დაღესტნიდან საქართველოში შემოსაღწევ ბილიკებს და გადმოსასვლელებს. ქვითკირები, კოშკური საცხოვრებლები და კალოიანი სახლები. ერთდროულად პირუტყვის სადგომი, საცხოვრებელი და თავდაცვითი ნაგებობაც იყო. შატილი ერთი მთლიანი ქვაციხეა. ციხე-ქალაქის პირველ სახლში შესულ ადამიანს შეუძლია ოჯახ-ოჯახ სოფლის თავში ისე ავიდეს, რომ გარედან ვერავინ დაინახოს. აქ გადმოცემები და ისტორიული ფაქტები, მითი და რეალობა ერთმანეთშია არეული. ქალები ასე ერთადიან. იმიტომ რომ ეს ჯვარის ადგილია. წმინდა ადგილს ვეძახით, რაც ჯვარს ეკუთვნის. ხოდა, ეს სადიაცო არის ეს სამამაცო. ქვის ციხის ისტორია სავსეა გმირობისა და თავდადების ამბებით. ერთ ასეთ საგმირო ისტორიას ნოდარ ჯალაბაურიც გვიყვება. შამილის ნაიბი მოვიდა 5000 კაცით. მიდიოდა კახეთში. კახეთში უნდა ჭავჭავაძეების დასალაშქრად იქა და არ გამოუშვეს შატილინებმა. დღეს რო არ გაგიშვებთ. და წამოვიდა ნიერიშზე და ამასობაში მაშინ შატილს ხოდა გალავანი. და ამ გალავანს მეაზდა 60 მეტოფე კაცი იყო იმჟამად ახლა სოფელში. და ეს მეტოფურები სათოფურებში ჩაუსხდნენ და პირველი ზალპირო მიუციათ და თურმე ცხენ კაცი ისე ჩაჟლიწეს, რომ წყალმაზევიდან გადმოიარავა, წყალმა ნაპირებზე გადაიარავა. კოშკებზე მიშენებულ ამ 2 კვადრატულ სადგომს სამრევლო ანუ გამრავლების ადგილი ეწოდებოდა. ძველად ხევსური ქალები სახლში შვილებს არ აჩენდნენ, რადგან ოჯახის სიწმინდე წაბილწვისგან დაეცვათ. მშობიარობის დაწყებამდე მიწაზე თივას დააგებდნენ და დედა ახალშობილ შვილთან ერთად ამ ქვის ოთახში 40 დღე მარტო ცხოვრობდა. აქ მცხოვრებ ხევსურებს როგორც ჩანს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, რადგან კოშკების შესასვლელი კარიც კი იმდენად დაბალი ჰქონდათ გაკეთებული, რომ აქ წელგამართული ადამიანი შესვლას ვერ შეძლებდა. თავდახრილი მტერი ვიდრე წელში გასწორდებოდა კოშკის კარშივე სიკვდილისთვის იყო განწირული. ქედმოხრილ სტუმარს კი ხევსურები ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად ხელგაშლილი ხვდებოდნენ. დღეს ხევსურეთში ამ ამბებს სიამაყიტყვებიან, თუმცა დარდობენ, რომ თემის სოფლები იცლება და შატილში გამოსაზამთრებლად სულ უფრო ნაკლები ოჯახი რჩება. ხევსურეთის დაცლა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, როდესაც ბარის მიწების ასათვისებლად და მთიანი რეგიონების მოსახლეობის დასაქმების მიზნით 1951 წელს პირიქითა ხევსურეთიდან კომუნისტებმა 30 ოჯახი იძულებით გაასახლეს. მას შემდეგ პირიქითა ხევსურეთის მძიმე ზამთარს და ჩაკეტილ გზებს
ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები ადამიანი უმკლავდება. ზაფხული საკავარი ზამთარში ქვევით მივდივარ. ბალჩი. არ გიჭირს მოწველა? არ მიჭირს, მიყიდავს მოსწველობდი. მიჩვეულა ემაცი დაბერებულვარ. სამუშაო არ არის. დასაქმება არ არის. რა აკეთოს ახლა იმ კაცმა რა აკეთოს? აგერ მოეწყინება და წავა აქედან. რა სიზავს? გადმოვასტუმრებ 2-3 დღე გაჩერდება, მოეწყინება და წავა აქედან. რამდენი ოჯახი რჩებით ხოლმე ზამთარში წებია? ჩვენ ამ ქუჩაზე მარტო ჩვენ რჩებით რა. ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ელექტროენერგიით შატილის 15 ოჯახს ამარაგებს. შატილი მთელ თემში ერთადერთი სოფელია, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდება. ნიკო ჭინჭარაული ჰესზე მუშაობს და ამბობს, რომ შარშან უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო შესაძლოა შატილიონები ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. არ კეთდება, არავინ მოდის, არავინ აქცევს ყურადღებას და მერე ზამთარში სკოლაც გაუქმდება. არც სკოლა იმუშავებს, თუ კი გაჩერდება ჯესი. არც მოსახლეობა გაჩერდება. აი 2 დღეში დაიცლება შატილი, იმიტომ რომ გავლენ აქედან. დათვის ჯვრის უღელტეხილი 7 თვის განმავლობაში იკეტება. შესაბამისად, შატილის თემის სოფლების მცხოვრებლებისთვის ბართან დაკავშირების ერთადერთი იმედი ვერტმფრენია, რომელიც ახალი წლის პერიოდში დაფრინავს. გადაადგილების საშუალება და ახალი ინიციატივები, რომელიც ხევსურებს ისტორიული მიწიდან გაქცევაზე უარს ათქმევინებს. ეს ხელისუფლების მისამართით შატილიონების მოთხოვნაა. სოფლებს რაც აქვს გასაჭირი, დენი არ აქვს ადგილობრივებს, შეწყობა არ აქვს, რა ვიცი. აქ თაში რო ცხოვრობს, პენსიაზეც უნდა ადრე გავიდეს. ადამიანი ადრე იყო ეგრე. ექიმ მიხეილ ჭინჭარაულს კიდევ ერთი თხოვნა აქვს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. ადგილობრივების საყვარელი ექიმი დოქტორა კილომეტრებით დაშორებულ სოფლებში ფეხით დადის. 2 წელიწადი აღარ მუშაობს ეს მანქანა უკვე საერთოდ. იყო შეპირებები, შეგიცვლით, მაგრამ აქედან 20-25 კილომეტრი ფეხით მიღწევს გავლა სოფლებში. აგერ მუცო, არდოტი, ხონე, ხონიშჭალა, ანდაქი, არჭილო, ხახაბო, აი ამქანა სოფლებია და არ არის აღარა საშუალება არაფრის და ავიღალეთ ანაზარში. ადგილობრივები ამბობენ, რომ პირიქითა ხევსურეთის ეკონომიკური მდგომარეობის და სოციალური პირობების გაუმჯობესება ტურიზმის განვითარებას შეუძლია. ინფრასტრუქტურა კი არ არსებობს. 80 კილომეტრის რადიუსში რამის ყიდვა შეუძლებელია. ამის მიუხედავად შატილს ტურისტი მაინც არ აკლია. თუმცა როგორც ყველგან, დასუფთავების საკითხი ტურისტებს აქაც აწუხებთ. კლუბ თეთნულდის წევრებთან ერთად შატილი ნაგვისგან შეძლების დაგვარად გავწმინდეთ. დღის ბოლოს კოცონთან შევიკრიბეთ. შატილის ხილვით გამოწვეული ემოციების დამალვა შეუძლებელი აღმოჩნდა და არც გვიცდია. ეს კოშკები და ეს გაღვიძებული ისტორია გახსენებს იმ წინაპრების მიერ დაღვრილ სისხლს. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, პირველად ვარ აქ და არაჩვეულებრივი ადგილია, ძალიან მისტიური და ძალიან ლამაზი. თითქოს და სულ სხვა სამყაროში ვართ, საერთოდ სხვა განზომილებაა. დრო გაჩერებული არის და სადღაც შუა საუკუნეებში ვარ დაბრუნებული. არ მომწყინება და ყოველთვის იმ ემოციას და იმ დიდ ენერგიას გრძნობ, რაც შატილელებს ზოგადად და მთის ხალხს გააჩნია. მთის პლუსი ეს არის, რომ აქ ჩვენ ერთმანეთს სიყვარულს ვინაცებთ.